თუ პაციენტს აღენიშნება ტკივილი ან დისკომფორტი მკერდის ძვლის უკან ფიზიკური დატვირთვისას ან მოსუნებელ მდგომარეობაში, ქოშინი, უჰაერობა, ქვედა კიდურების შეშუპება აუცილებელია მივმართოთ კარდიოლოგს, თუმცა ამ ჩივლების გარდა შესაძლოა პროფილაქტიკურადაც მივმართოთ კარდიოლოგს და ჩავიტაროთ რუტინულად ისეთი კვლევები, როგორც არის ელექტროკარდიოგრამა, ეკოკარდიოგრაფია, სისხლის კლინიკური ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში და ლიპიდური ცვლის ანალიზი. გენეტიკური ანამნეზი გულსიზრახთა სისტემის დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან და ხანდახან გადამწყვეტ როლს თამაშობს. განსაკუთრებით საყურადღებოა ახლონათესავებში, იგულისხმება მშობლები, და-ძმა, ბებია, ბაბუა, 50 წლამდე ასაკში განვითარებული მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, უეცარი სიკვდილი, გულის რიტმის დარღვევები. მედიკამენტების თვითნებური შეწყვეტა გამოიწვევს დაავადებების სიმპტომების გაუარესებას, რამაც შესაძლოა გამოიწვოს ლეტალური შედეგი. ნორმალური არტერიული წნევის შემთხვევაში სასურველია 2-3 გავიზომოთ წნევა. უნდა მოხდეს მოსვენებელ მდგომარეობაში, არტერიული წნევის გაზომამდე 30 წუთით ადრე არ უნდა გქონდეს მიღებული საკვები, ასევე კოფეინის და ნიკოტინის შემცველი პროდუქტები. თუ კი არტერიული წნევა ცვალებადია, აუცილებლად დილა საღამოს სასურველია მისი რეგულარული კონტროლი და რეგულარულად მედიკამენტების მიღება. არტერიული წნევის კონტროლი საკვები მარილის შეზღუდვად 5 გრამამდე დღეში, სწორი კვება, რაც მოიცავს ნაკლები ცხოველური ცხიმების მოხმარებას, ნაკლები ტკბილეულის მიღებას, შეიძლება მეტი ხილბოსტნეული, ბურღულეული და თევზი. ფიზიკური აქტივობა დღეში 30-40 წუთი, ფეხით სიარული, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა და ასე შემდეგ. აუცილებელია წონის კონტროლი, სრულფასოვანი ძილი, ეს არის 7-9 საათი, აუცილებელია პროფილაქტიკისათვის. თამბაქოს მოხმარება 2-4 ჯერ ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, არითმიის განვითარების რისკს. მწვერვალობა აჩქარებს ათეროსკლეროზული ფოლაქის წარმოქმნას, რაც თავის მხრივ იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას. დისლიპიდემიის განვითარების რისკი მწველებში 2-3 ჯერ მეტია, ვიდრე არამწვერვალ პოპულაციაში.